4 წოლი ხო? ყველაზე ცუდი რამე გიწერია გოგოსთვის. მანქანა მოიჯვა შენი დედა შევს. მართლა? კი. რომელი? ვეში როგორი სექსუალური გოფოს. დიდი ტრაკი, ხო? შენ თუ არა? გიოსაგ ძმაო. ლამაზო როგორ ახარ? ძალიან კარგად. ანუ ეს კონკრეტულად მოგესალმებით მეგობრებო, თალკი მივესალმები ხალხს, რომლებიც ახლა რამეს მიირთმევენ. გაამოთ მეგობრებო, საჭმელთან ერთად უყურეთ დეითოვანას. დიდი მადლობა უთხრათ სოულაკი ბარს, რა თქმა უნდა. და დღეს მორიგ დეიძე გვეწვია მარიამი და დავითი. მოგესალმებით. გამარჯობა. დავით, მარიამ, დავითი როგორ ბრძანდებით? მადლობთ კარგად. კარგი ბიჭი ხარ. მადლობთ. როგორ ახართ? აბა რაშვებით, რა უკეთესადაც ყოფილ ვარ. სიახლეები. ნამდვილად. უკეთესადაც ყოფილ ხარ. სიახლეები რა იცი ძველი აბა მითხარი და კეთყვი სიახლეს. შენზე ბევრი ვიცით, მაგრამ უი. კაი, მოგლეთ პირდაპირ დავიწყოთ. წარმოადგინეთ თქვენი თავი, ვინ ხართ, რა საქმიანობთ, რა საკეთებთ, რა ვიცი, ანუ რა გეგმები გაქვთ ცხოვრებაში. მოდი ალბათ დავუთმოთ. თქვენი ნება. რა ვიცი, მე ვარ მარიამი. სასიამოვნოა. ასაკი თუ გაინტერესებთ 23 წლის ვარ. მოთ არ ეკითხებიან. პროფესია გაინტერესებთ? თუ გაინტერესებთ, გეტყვით რომ სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული. ახლა კიდევ ვაგრძელებ სწავლას სამედიცინო განხრით. და რა ვიცი, სამხატვრო და სამედიცინო ერთად? ხო, მასე გამოვიდა. სამედიცინო კერძოდ რა მიმართულებით? ინექციური კოსმეტოლოგია მინდა ვისწავლო სამომავლოდ, ან მაინც ბოლო დანიშნულება ეგ არის, მაგრამ მანამდე ვნახოთ, ჯერ ასე არ მოქვს მაინც. ეგ მინდა. ოკეი. უბედურ დღეზე გაჩენილი მსახიობი ვარ. დაიწყოს ეს დღე თეატრალურზე რო ჩავაბარე. ეხლა ამ ეტაპზე ამა ქვეყნის ჯოჯოხეთში ვმუშაობ, DJ ვარ. ესეთი განსაკუთრებულია რომ ჩემ პროფესიას მივყვები, ანუ ხელოვნებას მივყვები, ანუ სამხატვროდან სამედიცინოში არ გადავდივარ. ეგ დასწავარია ვინერჩუნებ ხას. ქორწილში დაგიკრავს რამე? ქორწილში დამიკრავს, კი, გასვენებაშიც დამიკრავს. გასვენებაში დაგიკრავს. კი. ამ DJ-ს არა, ბავშვობაში დოლზე უკრავდი და გასვენებაში წამიყვანეს, გასტროლებივით მქონდა რაღაცა ფოთში იყო გასვენებას. გასვენებას ეგრე ეძახი, გასტროლებს ეძახი? კი, მაშინ ეგრე დამიხასიათეს, ფული აკრიფეს და რაღაც. მომიყევით თქვენი ყველაზე ცუდი დეითის შესახებ. დავუთმოთ ხალბატონს. არა, მოდი შენ დაიწყო. ჩემი თავის ყავს. მე გრანდიოზულად ცუდი დეითი მქონდა, ერთადერთი, აი ეგეთი ცუდი არაფერი არ მქონია და არსა და არასდროს აი ვერც გაიგებთ. ნუ გოგოსთან მქონდა ეს მიმოწერა, შეხვედრების ყოფილა, მაგრამ ეს ოფიციალური დეითი რასაც ქვია რა. წავედით ერთ-ერთი ჩამოყვანილი ორკესტრი DJ-ის კონცერტზე, რომელიც ორკესტრი DJ? კი. ორაკლსი. всё, კი, გასაგებია. რომელიც დაემთხვა რომ ორივე საერთო სფერო იყო რა. საერთო ინტერესი იყო და რაღაც ერთი მომენტი ეს გოგონა ძალიან ისეთი ინფლუენსერია და ძალიან უკვდავია და ეს კამერა დადო, როგორც იცით? იცით კი? იცით. ცნობადი სახე თუა შეგიძლია გითხრა. რომ დომოდა გეტყოდი, მაგრამ თუ ინტრიგანი არ ხარ 200-ო მიხდები შენით ასე ხარ. გასაგებია ჩამოდავ. სამიდა! რომელი 200 დაამტყვია რა. ხოდა, როგორც ეს ინფლუენსერები იქცევენ, ეს კამერა დადებულია რა. და ჩვეულებრივი დეითია, აი. ბოზდიშვილი ვიყო ჩვეულებრივი დეითია, ანუ პირველი შეხვედრა. არ მithქვამს, ანუ ამჯერა. სახეზე გეტყობოდა, სახეზე გეტყობოდა უკვე მეტი ეს ადამიანზე და რაღაც ერთი მომენტი ჩავიცუცქე ძალიფეხით, თასმას ვიკრავ. და ეს და იმან თანახმავა რა. და ეს კამერაში გამოჩნდა, ძალიან ნასვამი ვარ და მეორე დილით ვიღვიძებ და თელს ინტერნეტ სივრცეში ხდება ესეთი ვიდეო, რომ ბზიკომ ამას ხელი თხოვა. ხო. ხო, ანუ რაღაც ნიუსი დააგდეს. მე ხო, სოფობედიას ქმარებით მე გავიჩითე რა, იმის ქმარი და ეგ მომენტი იყო რა. ანუ ნიუსი დააგდეს ყველგან, ინტერნეტ სივრცეში. ანუ ვოლდემორტზეა საუბარი რო არ ვახსენებ თუ რა. ვოლდემორტი, არა, ვოლდემორტი კაი ტიპია. აჰა, ოკეი. კაი. კაი ზო. ხო, ანუ მაგას თუ დეითი რა გნდოს. ესე მოვიყვანე მესამე წოლი. წინაურს არ გიყვები პროსტან. გაპადა შემოგაპარა. როგორ არ არის საინტერესო? რატომ მოიყვანე? ხო, შეგეძლო რომ არაყოლი. ანუ ურთიერთობა გქონდა ყველაფერი, მაგრამ ის მომენტი ვერ გავიაზრე, რომ აი ეს ცნობადი ტიპი
და ამის ერთი სტორი, ანუ მე მეგონა ჩემი სტორებივით 200 ნახვა იქნებოდა ან რაღაცა მსგავსი რა და თურმე ნახა 200.000 კაცმა და მე უკვე სხვანაირად მოგვიწია რაღაცების დაჩქარება მოვლენებს, რომ შესაძლოა მანამდეც რაღაცა ისე წასულიყო ეგ საკითხი, რომ ბოლოს მან მიუსულიყო. ანუ გეგმაში გქონდა იდეაში, უბრალოდ გეგმაში არ მქონდა, აი რა ვიცი, რო კითხავ ხოლმე რა, გათხოვებიდან, სოლის მოყანიდან 1-4 ხელი გამიშვი? არა. ერთ წელს უყურე? რასაც ჩემ ხელს. უყურე, ანუ გეგმაში თუ არ გქონდა. ხო, სოლის მოყანა გეგმაში ჯერ არ მქონდა. მაგრამ ურთიერთობა სამომავლო მქონდა, ნუ მომწონდა გოგო და ურთიერთობა მქონდა რა, რატო არა. ხო. მაგრამ დაჩქარდა, ანუ დაჩქარებაზე იყო აქ მთავარი ხაზგასმა, თორე მეტი არაფერს. ხო, მაგრამ ეგ შენზე იყო ახლა დამოკიდებულში ხა მადლობა მითხარი ამ რა თქმა დეტალებს უნდა. რო გიყვები მთელი იმის 200.000 ფანი აქ შემოვა და ამას უყურებს და მე კი, ბატონო. განსგავენ და შეგიძლია რატო მე გაგანსგავენ? ანგარიშის ნომერს დაგიტოვებ რეკლამისთვის. ხო, კაი, მარიამ, ჩავიცის შენ და მოგყევი რა ვიცი, შენი მე სულ ძალიან ცუდი დეითი. ცუდი დეითი არ მახსენდება, სადაც მე ვარ ხოლმე დიალოგად მიდის ყველაფერი ძირითადად, მაგრამ შეიძლება მაგრამ მეორეც მარტო აღარ არ გნახო, გქონდა და- ხო, მეორედ შეიძლება всё, კარგად იყავი. მისაღები არ იყოს რაღაც. ოღონდ ესე არა, რაღაც ჩემ შემთხვევაში საშინელება პირველი რომ ნახვაც ვიღაცამ შეეძლო. რაღაცა შემტენა თქო, მასი არა, არანაირი. აი მაგათ რაღაც უცნაური დეითი დაუშვათ უჩვეულო რაღაც გარემოში, ანუ ტიპი იყო ეგეთი რაღაც განსაკუთრებულად რაღაც და გამახსოვრდა. ვა, ეგეთი. კარგი ტიპები მოგწონს ხოლმე. ანუ შინაგან ენერგიას ვაქცევ ძირითადად ყურადღებას და ეგ ძალიან ამართლებს, რომ იმ შინაგანად თუ კარგია, ყველაფერი კარგად მიდის. ბოლოს როდის ქონდა დეითი? მოიცა. ზაფხულში, საფხულში. აგვისტოში და ანუ პირველი შთაბეჭდილება შინაგანია შენთვის? ენერგეტიკას ვაქცევ ანუ პირველი ყურადღებას. ვიზუალი არ არის. იც მთელი ხო, არა, მსოფლიო თანხმდება, რომ არანაირად, არა, ვა. არანაირად, არ არის ვიზუალი, რამე რაღაც რადარი გაქვს თვალში, რომ ანუ ესე უყურებ და ეს კაი ენერგეტიკის მატარებელია თუ ადამიანი რომ მოდის ორ სიტყვას რო იტყვის და რაღაცა მომეწონა. ანუ აი უყურე უკვე გამარჯობა, როგორ მისაღებია ჩემთვის. სამი კითხავი, ნახე გამარჯობა როგორ ხარ? გამარჯობა, კარგად შე როგორ ხარ? აბა როგორ ხო, ენერგეტიკა? ანუ უყურე უკვე კარგია ხვდები კარგია. და გააჩნია როგორ დაგხვდება, მაგასაც აქვს მნიშვნელობა და ახლა ეხა შეხედულებები რაღაცები მე თავისით. შეხედულ ეტაპობრივია, ხო? აი, ოკეი, ყოფილი, ანუ რა თქმა საფხულში უნდა, რო ქონდა ბოლოს დეითი, ანუ როგორ დეითი იყო? სად იყავი? ანუ როგორი ვითარება იყო ზოგადად? შევხვდით ჯერ ჩემს სამსახურში, იმიტომ რომ აღმოჩნდა ჩემი ბავშვობის თუ ხელოვნებაში. რომელ სამსახურში? არა, სამსახურში არა, სხვაგან ეგ სასწავლებელია. ხო, საერთოდ სხვა. საერთოდ მოერეთ სამუშაობ, ხო. უსმათ რა გითხრათ. მე ვთქვი, სადაც მუშაობ, ანუ ამ ქვეყნის ჯოჯოხეთში თქო და. ამ ქვეყნის ჯოჯოხეთში და ეს DJ ხარ და უკრავ. კი. კაი, მაგაზე მე ვისაუბროთ. ანუ სამსახურს არ ვამბობთ? ანუ მე ვიცი რომ შემიძლია ვთქვა სფერო სფერო. მითხარი, ხო, ხო, მომსახურების სფეროა. მომსახურების, ხო, გასაგებია. საჯარო და არ არის კერძო. ხო. იუსტიციის სახლია რა. შეიძლება მერია რა იცი. მერია? შეიძლება, რა, მითხარი რას უკვე ყველა. არა უშავს. 4 ცოლი, ხო? ეხლა მივხვდი რატო ხო? კაი, მე შემდეგ გავაგრძელეთ რა ვიცი. მომეწონა რა ვიცნობდი სად და ეგ იყო შევხვდით? ჩემთვის მე რაღაც შენ წამყვანი. შენ ხო, ჩემს სამსახურში რაღაც საქმე. მიშენებაზე შეიტანა განაცხადი იმან და ხო და ასე რა. შემდეგ გაიწყო ძალიან კარგი ურთიერთობა, მაგრამ შემდეგ ისეთი რაღაცეები მოხდა და ისე შეიცვალა, რაღაცეებმა შეცვალა ისე რომ საერთოდ გონება საკმაოდ. მე რატომ იყო ჩემბრალი იყო ეგეც? არა, კაცო. მე თქვა. სიძახი შემოვიხედე ესე პარალელურად. ზოგადად თელ ჩემს დაგიდა? ცხოვრება. ჰაერი ოფშია, ბრატ. მართლა? მომისმინე ერთი წუთი კაცო. ხო, შეიცვალა და დამთავრდა ჩვენი დავითი? ურთიერთობაც, ძალიან მარტივად. მაინც რატო დამთავრდა ვერ მივხვდი. ანუ რა შეიცვალა? თვითონ ადამიანი შეიცვალა, რაღაცეებმა შეცვალა. თავში აუვარდა? არა, სხვათა შორის შემიძლია ეს კარგი ის მიაშენა მოქცე, რომ უკვე? ენერგეტიკულად კარგად მოხვიდე რა. მე მოსული ვარ და წასული ვარ როგორ ჩემზე. არა, შემოგცხრას ქვია. ჩემზე არა ძალადობა, მოგხოდო შენ- რა, კარგად, შემიძლია მასეთი რაღაც. კარგი, მოდით მოვიხოდოთ, მაშინ პირველი შოთი შოთი ქონდათ. პირველი შოთი შევსვათ კამიკაძის. ჩვენს გასწავლებას გავუმარჯოს. თქვენ გავუმარჯოს. გენაცვლეთ არ კარგად განავასხათ. ვიყოთ, მაგრად ვიყოს. გვესვას გვეჭამოს და ამ ეთერის ბოლომდე ერთმანეთს არ დაგვეჭამოს. ჩვენ გავუმარჯოს. მეეჭვება, მაგრამ თქვენი red flag-ები და green flag-ები მაინტერესებს. მე დავიწყებ. ოკეი. პირადად რაც გინდა აკეთე. არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. აი შენი სივრცე რო გექნება. მაგრამ საზოგადოებაში, ანუ ხო გვაქვს ჩვენი წესები. ნუ მაგას ეგ ძალიან ზრდილობა პირობითია, გვაქვს მაგას, მაგრამ მაინც ვაქცევ რაღაცებს. აი ჩემთვის რაც არის მიუღებელი რა კი, მაგას გულს. ერთი წუთი, კარგი, რა გჭირს. ძალიან ირეკლავს ეს თავი და ცოტა გამოიწია. ასე. აх, ჩემი რა დაერხევა. ხო და ორჭიქაში დაინძრევა სიტყვის. კიდევ ჩემი red flag-ია მაგალითად. ნუ
რაღაც სიტყვებს რო იძახეს და ვხვდები რომ შეუსაბამოა. ეგეც ნუ ტყუილებთან ასოცირდება, მაგრამ როგორ? აი მაგალითად რაღაცა სიტყვის რომ აი მე ეს მოწონს და მე ორ წუთში ხვდები რომ ეს საერთოდ აი პირობით გულისხმობ. მოგეწონა პროსტა ამით. ხო, აი რაღაც უყურე მე მომწონს, როცა შენ ხარ, როგორიც გინდა იყავი, ჩემთვის თუ მისაღებ ხარ, მისაღები იქნები, მაგრამ უკვე რომ რაღაცით რაღაცაზე გადიხარ, ან რაღაცის ფონდ, ან ხო ხვდები პლუსებს იწერან, რავი, არ, მას რაღაცები ჩემთვის მიუღებელია. ხო, ეგ რაც შეეხება green flag-ებს. მომწონს კარგი, როგორ ვითქვა, ჟღერადი ხმა, სასიამოვნო ხმა? ნოტები. ხო, აი სასიამოვნო ხმა რო გაქვს. გამარჯობა როგორ ეს? ბოხი არა, უფრო ბავშვური ხმა მომწონს. გამარჯობა. ძალიან მომწონს. იმიტომ რომ ძალიან სასიამოვნოა. აი მაგალითად სიტყვაზე სადღაც, ანუ მნიშვნელობა აქვს. აი ყველაზე კარგად სად ვიჭერ ხოლმე იცი, მაგალითად დილით ხო შეიძლება რომ გაგაღვიძე, აი გაიღვიძე. ეს რაღაცა საშინლად, კოშმარულად რო არ ჟღერს. აი, ოკეი, გასაგები, მაგრამ ხმაზე ვერ გავიგან, ბავშვური ხმა რას გულისხმობს, ანუ რა, რაღაც წვრილი ხმა. ემბრი. ხო არის, წვრილი ხმა? წვრილი არა. აი როგორ გითხრა, სასიამოვნო. არ იყოს აი ხა რომელი უფრო მოგწონს, ჩემი ხმის ტემბრი თუ ამის? ამისი. ანუ ესეთი ბავშვური ხმა ამას უფრო აქვს. შენ ცოტა ესეთი ხმა გაქვს, სულელური. როგორ? სულელური. სულელური ხმა როგორია? ბოხი გამიგია, ხმა მაღალი გამიგია. სულელური ხმა რანაირი? აი, ნუ გეწყინება ხა გულში არ ჩაი. არა, გული უნდა კონდეს რამე რო ჩაიდობას აი, მაგაზე. მე თუ არ გაქვს ძალიან ტეხავს. მერტმა მომცა ორი ყური ნახშები და გავიდა. მერტმა? დანიშნულება. ხო. კი. მაგალითად, აჰა. შენ სად წაიყვანდი მარიამს დეიტს? ხო, ნუ ეს ძალიან ბანალურად რაღაც აი ხარ, წავედით კინოში და წავედით იქ და ეს არა. ანუ იმიტომ რომ ფილმი ჩემთვის ისეთ ლეველზეა. ვიღაცებისთვის ახლა ეგ ძალიან მაგარი დეიტია. ხო, ანუ აი იცი როგორი რაღაც არის, ფილმი ჩემთვის ისეთ ლეველზეა, რომ აი რო ჩაუჯდები ფილმს, აი მთელი ყურადღებით ფილმში ვარ რა, ჩათვალე რომ იქ ვითომ თამაშობ როლს. კი ბატონო. ამ დროს მოვაკლდება მე პარტნიორს გვერდზე მყოფს ყურადღება და ფიქრობ ისეთი ადგილი უნდა შეერჩა, სადაც მთელი ყურადღებით, მთელი გონებით, მთელი ფიზიკურობით იქნება იქ. ყველაზე მარტივი რაღაცა არის ძალიან Prime House, ა? ხო. პირდაპირ მკითხე, აი, ედი რა. პირდაპირ მკითხე, რა გინდა? აი, კითხვას გისწო, თვალში გავუყო. ორი თვალი ხო გაქვს, თმა არა გაქვს, მაგრამ თვალი ხო გაქვს? მოდი, გავუყო. თვალი მაგიცოს ხა თმაც მაგ, უბრალოდ ვიპარსო ხო. მე ხელოვნური მელოტი ვარ, არ ნერვიული. მარიამ, შენი იდეალური დეიტი როგორია? ხო, რატომ არის? ჩემი იდეალური დეიტი. მეგონი იმის გამო. პიროვნებას გააჩნია და რამეს მოვიფიქრებთ, მაგრამ ჩემ ნუ შენი აი, შენ თუ პატიჟებს, მე თუ პატიჟებს და ბარში დაგპატიჟებ. დალევაგებოსებ. არა, დასასმლის თრობა მომწონს, მაგრამ სასმელი დიდად არა. ანუ სასმლის თრობა, ანუ ანუ სასმლის დალევის პროცესი ჩემთვის უსიამოვნოა. მაგრამ სასმელი მოგწონს, სხვა რა. მაგრამ სასმლის თრობა შედეგი ანუ მომწონს. გინდა რომ მე დამათრო. არა, ძმაო. აბა რა ძმაო, всё, დაუნათესავდით, ჯიგარო. რავი, შემდეგ სულს რომ მოვიყვათ, თუ გინდა მე ჯვარიც წაგიყვან და რა. მოხარული ვიქნები, დიდი პატივი იქნება ჩემთვის. ბოდიშის თებძმაო. შეიძლება გავაგრძელო? კი, კი, ჩვენ ბარი ესეთი ადგილია. თუ სიტუაციას არ მოიგერა, აყურეში. ანუ მე იქით მირჩევნია საუბარი. всё. ან თუ კაი, მართალი ხარ, მართალი. ან ბარი ესეთი ადგილია, თუ სიტუაციას არ მოერგე და სიტუაციაც ანალოგიურად შენი არ გახდა. შეიძლება ადამიანი იყოს, ნუ ტიპი იყო ისეთი, რომ მიუღებელი იყოს, მაგრამ მე მომწონს ესეთი ადამიანები, ვინც ჩემ ხასიათებში, ანუ რაღაცეებში ამყვებიან და ეს არ იქნება რაღაცა ვაიმე პირველ დეიტს. ესეთი მისაღები გარემო შეიქმნება. გირჩია უბრალოდ ვინმე მიუღებელს უცებ ჩამოიყვან, ვერ ანუ შენ რამე გერგება ასოლაკი ბარისგან? კი, წილში. ანუ წილში ხარ? გიმალავთ უბრალოდ რა, შენ რო არ იეჭვიანო ეგ. მე არ მიდგომს ამ დენჯერ. მე დამავალე. სოლაკი ბარი, სოლაკი ბარი. ვიცი სოლაკი ბარში რო ვარ, ანუ აი სოლაკი ხარ შენ რო ბარში ვარ დღეს. ნახე? მე მითხრეს ჩაწერის წინ ანგარიშის ნომერი დაგვიტოვეო და დავტოვე ანგარიში. და გააჯვია. ჯერ არ გამიჯვია აფსი ვარ რა, ფაქტია. ზიკოს რატო გეძახიან? ძალიან გაინტერესებს. თუ უბრალოდ აი ხა ინტრიგული კითხვა გაქვს კიდე. უბრალოდ რა ვიკითხე. ზოგადად მე ვიყავი ბავშვთა გასართობი ცენტრების სფეროში. და ჩინეთში მოღვაწეობისას, ნუ აი აქ რომ მიკი მაუსები და სპაიდერმენები დარბოდნენ, ჩამოვიყვანე ძალიან დიდი რობოტი. ტრანსფორმერები გაქვს ნახე? ჩინეთში მოღვაწეობდი მაგ სფეროში? 3 წელი ვიყავი DJ-ი. DJ იყავი 3 წელი? ტრანსფორმერები გაქვს ნახე? რომელი? ყველა რავი, რომელიმე. Bumblebee. მიყვარს ძალიან კი. კი. Bumblebee ხო ყვითელი დიდი რობოტი. საქართველოში ჩამოვიყვანა ეს რობოტი. მითხრეს რომ ანუ რაღაცა ქართული სახელი უნდა მომეფიქრებინა, რომ დაეპატენტებინათ. ანუ ისე არ გამოდიოდა, ანუ უკვე არსებული სახელით არ შეიძლება და ფუტკართან Bumblebee არის ფუტკარი გაგანათლებ. ქართული ყველაზე ახლოს რაც გამახსენდა იყო ბზიკი. Bumblebee ვიცი. და მე დავარქვი ბზიკო.
და მე ეს რობოტი რომ გავყიდე უკვე და ეს რობოტი რომ აღარ მყავდა, მე სახელი მაინც ბზიკოდ დამრჩა და ამის მერე დავითს აღარავინ აღარ მეძახეს და მაგიტო შეგაქე წეგან და გამიხარდა და მართლა გულს მალამოც მოედო დავითის მოსვლა. ვინ გეძახს? კი, ნამდვილად. არავინ, ძალიან ახლო ადამიანები და ძალიან ახლო ადამიანებს ზოგადად ერთ წელიწადში შორდება. ყველაზე ისე სიგიჟე, არანორმალური ქმედება, რაც ჩაგიდენიათ და რომელსაც არასდროს აღარ გაიმეორებთ. შენთან გასაგებია? რა არის გასაგები? ტელეფონი დავალომბარდე. ცოლობა, ხო. მადლობს. არა, მაგას აღარასდროს გავიმეორე. ოღონდ დავკარგე მე ეს რაღაც. რა? მაპატი სტაშის ხმაში ვერ გავიგე, ბოდიში გიხდი. რა ვერ გავიგე მე. თან დავკარგე თქო, ისე კი არა რომ მე შევიტანე და გამოვიტანე. დავკარგე. ანუ თავიდან დაიწყე. მოიცა, შევიტანე, გამოვიტანე, დავკარგე. ტელეფონი დავალომბარდე თქო. ბიჭის კოშმარია მგონი რაღაც. აბა რა იყო? მოიცა. ანუ ტელეფონი დაალომბარდე? ხო, ტელეფონი ბიჭის გამო? ბიჭის გამო ხო თანხაჭირდებოდა და მე ასეთ სისულელად ჩავიდინე, მაგრამ არა უშავს. ეგ არის ყველაზე დიდი სისულელე რაც ცხოვრებაში. კი, აბა ეგ მაგაზე მეტი რა უნდა გააკეთო. მოიცა, შენ ტელეფონი დაალო. არა, მე ხო, მითხრია ჩემი ეგეც. საკუთარი ტელეფონი დავალომბარდე. ანუ რა გითხრა ეგეთი რომ დაგარწმუნა რომ დედა ყავდა ცუდა თვითონ ჭყავში. რა ჭირდა? დაჭირდა. მაგრამ არა, რა ჭირდა? არ ვიცი. არ ვიცი. მეტი მაგაც აღარ. დედა შეეძინა და ფული გჭირდება ეს. რატო? სხვათა შორის ანუ მასე სახლის ეკება გადაფორმებაზე რომ იღადავ მე მქონია ეგ მომენტი. ანუ მე გადამიფორმებია სახლი და მე დამშორდნენ. მე ხო და ანუ ესე ხა ქირით ცხოვრობ ჯერჯერობით არინაირად. უი, მართლა. შენ სახლს აკეთებდი. იქ რაღაც ვიდეოები ვნახე, შენ რომ მიდიხარ რაღაცებს რო ყიდულობ. ტიტველი. არ ვიცი. აი ყველაფრის არ უნდა დაიჯერო, ეგრე დეიცეც ვარ ეხლა. უბრალოდ რეკლამა გააკეთე, სახლს ვარემონტე. დეო. აი, ოკეი, შენც გითხარი რამე ისეთი არანორმალური ქმედება, რასაც აღარ იზამდი რა. დუბაიში პარაშუტით გადმოხტომის დროს ხელი ვთხოვე, მაგრამ ვერ გაიგო და დავტოვე ეგრე, რომ ზოგადად ქალები არიან ეგეთი ადამიანები რომ. ან ძალიან ისეთი იმით შეხედავ, დინოზავრები, ან ზოგი დინოზავრია. უბრალოდ მაინც ბოდიში მოიხადე და მადლობა თქვი. რატო რა დინოზავრი მოიცი, ხარ? რომელიმე ერთი უნდა თქვას ახლა ბოდიში და მადლობა. დინოზავრზე ბოდიში მოიხადოს და მე ქალი თუ იქნება შენ ცხოვრებაში, მადლობა ვერ თქვი. ხალი თუ იქნება ჩემ ცხოვრებაში, მადლობა მე ვთქვა? კი. ეს უნდა გააკეთო რა. არა, რაც საჭირო იყო უკვე. აუთმა. ხო. დასრულე? კი. შენ ცხოვრებაში ახლა კაცი არის? მეგობრები კი. მეგობრები არა, მამაკაცს. არა, ხო? არა. კი, მივხვდი რატომაც. გამოგცემ. რატომაც მე 4 წელი დამშორდა ზუსტად იმიტომ, რომ ცოტა საპირისპირო არის. ზოგადად როგორს რო ხვდები, პირველი ხო ვიზუალურ კომპონენტს ანიჭებ ყურადღებას, ხო, რაღაც. მაგალითად უპირველეს ყოვლისა რა კომპონენტი მოგწონს მაგალითად ვიზუალში აი რაღაც ანუ ტრაკი. ხო ანუ არ მiyogda მე თქვა მაგრამ ხო და ანუ ეხა მე დავიწყებდი ვიღაც სულიერება და აი თვალებში ჩავხედა ანუ მე პირველი არის შეგრჩება მარტო მარტო ტრაკი? შეგრჩება, კი. ეხა მოდი ნუ მეიაზობი ო, კი, და გეკაიფებ და ვიხადაო და მაგრამ ტრაკი შეგრჩება და აგერ სხვათა შორის მე სხვა ტრაკული ურთიერთობები და სხვა რაღაცები შემჩენია ხელში არის ნერვები. მივხვდით უკვე, მივხვდით ყველაფერი. გეი. გასაგებია, რაც არ მაგრამ გამიგია, შენ მქონდა ვაფშე წარსული ურთიერთობა? კი, ანუ კი, რამდენი, ბევრი არა, 3 ურთიერთობა მქონდა. აბა მარტო ჩემსაზე რატო ვაღადაობ? შესაძლოა ვღადაობთ ჯერ, აბა. მიდი ერთი კითხე და აბა, მოგიპასო. მომიდი არა, მართლა ეს სევდიანი ისტორიები რაში გჭირდება? რატო სევდიანი? მე ჩემს არ იყო დიდად რამდენი- როგორც 20 კაცი სასახლე 4 წელი მოიყვანდა და მე სევდიანად არ იმაშლია რა ვიცი. მე სინება ვარ. მეწყინე. და მიშველეთი რამდენი ხნიანი ურთიერთობა ქონდა ყველაზე დიდი 7 წლიანი. 7 წლიანი ურთიერთობა ქონდა მართლა? კი, ჩემი ქმარი იყო. ხო. მეუღლე. ანუ ახლა რა ახლა? ახლა არა. всё, დამთავრდა. ესეთი კითხვა მაქვს ჩემთან. ორივესთან. შენი ურთიერთობების ისტორიაზე უნდა იწეროს წიგნი. რა ერქმეოდა? როგორ გადავაჩვევთ მსხნერის ამას ნაწილი პირველი? ვაიმე, მართალი. დამეცალხვა. ბრავო. ჩემი ვაიმე მართალი ხარ მეც. მეც არა, მე და ჩემი თავი. ასე იქნება. მე და ჩემი თავი ეგ იქნებოდა? კი. ყველაზე ცუდი რამე გიწერია გოგოსთვის. მანქანა მოიჯვა შენი დედა შევეც. აი, შენ თუ მიგიწერია პირველ
მაგრამ ანუ ზოგადად ინიციატივა თუ გამოგიხატავს მივხვდი უკვე. ხო. მოკლედ ვიყავით დაახლოებით ესე 15-16 წლის რა და ერთი ძალიან სიმპათიური ბიჭი დადიოდა რუსთავში და ეს ბიჭი იყო რუსი და მე რუსული არ ვიცი ზოგადად. არც ვიცოდი, არც ახლა არ ვიცი, მაგრამ მინდოდა რომ იმეწერა და შევდივარ რა თქმა უნდა ტრანსლეიტში, მაშინ ტრანსლეიტიც კიდე არ იყო. ანუ ახლა კიდე ცოტა განვითარდა და გაიმართა რაღაცნაირად და მაშინ არ იყო რაღაცნაირად ესე გამართული და ეს რაღაც დავატრანსლეიტებდი, მივწერდი და ისიც რომ წერდა და მე რაღაცნაირად ესე გამოვიდა რომ დიდხანს დამირეკა კიდევაც და ეგ იყო ჩემი პირველი მიწერა, იმიტომ რომ ძალიან მომწონდა. უსიმპატიურესი იყო, ნუ მაშინ პირველი გარიგნობა იყო და მეტი არაფერი ჩემთვის და რა მიწერა, ანუ რა როგორ ხარ მეთქი წერდი ხოლმე და პასუხობდა ძალიან ჩვეულები. ანუ გაგზილოს რომ ვიზერდი ატლეშნა ტიო პასუხობდა, ხო? სუკან მე ნახულია. მარიამო ქართულადაც დამიწერა. მე მარიამი მქვია გამარჯობა. ანუ მაგის 15 წლის მერე აღარ მიგიწერია კაცელ მინიატურა. შორის არა, მაგრამ თუ დამჭირდება და თუ საჭიროდ ჩავთვლი აუცილებლად მივწერ. მაგას რაღაცა ანუ ის არა, ხო? ანუ დოგმასავით არ გაქვს რომ მე პირველი არ არა, არა, თუ ჩემთვის მისაღები პიროვნება ხარ და მომეწონა აუცილებლად. ანუ აქ რო რაღაცა ძალიან ისე მე ტიპები შესაძლოა რომ ინსტაგრამზე პირველი მომწერო. რანაირად არ გეტიპები, მე ის ვარ რაც ვარ. შენ კი არა ვინც გინდა ის იყოს, საერთოდ არ აქვს ვინც გინდა ანუ ამაზე რატო გადახვედი? არა. ყველა სახალისო პიკაპლანი რა ვთქვამთ შენთვის. ან რაღაცა კონკრეტული ის ერთი და იგივეს მეუბნებიან ხოლმე, ანუ განსხვავებულად კი არა. რა საბა? ეს რამე აგეთი რა ვიცი. არა. ან შენ გეკონა დაგიძახი. არა სასაცილო. ვაი მე რა ვიცი, ანუ ძირითადად ერთი და იგივე ხოლმე, იმიტომ რომ ერთი და იგივე იმის მატარებლები არიან და რა ვიცი, მეტი რა უნდა იყოს და მე ესე ცუდად არაფერს არ ვიგებ ხოლმე, ანუ ჩემთვის რაღაცა აი ზუსტად მაგასთან არ ასოცირდება, ანუ რა შუაში ვარ მე. შენ რაც ხარ იმას მე. ანუ რამე ხრიკი არ გამოუყენებიათ? არა, ხრიკი არ, უფრო ძირითადად ანუ რაღაცნაირი ესეთი საუბარია ხოლმე და მაგას ვატყობ. всё, მეტი არა. ხო ხდები და იქ ხო სიტყვებია ხოლმე ერთი და იგივე ძირითადად აი ერთი და იგივე და მორჩა. ის კიდე დადებად შეიძლება ერთმანეთს გავდეს. ეგრე ხაბულა არის და სიტყვები. ხო. ზუსტად. აი შენ შემთხვევაში ყოფილა, შენ ხო იმის ქმარი ხარ, მაგრამ მევასები წამოვიცეკვოთ რა. აუ, მეტი სალაპარაკო არ გაქვს, დავიღო. ანუ მეტი ცხოვრება არა მაქვს, ნახე, ანუ. ხო, მეტი, ხო, მეტი არაფერი არ გაგაჩნია. არაფერი არ გამოჩნია, 29 წლის ასაკში მეტი არაფერი არ აქვს. 29 წლის ხარ? ხედავ, როგორი უყურადღებო ხარ? ძალიან. არ დავინტერესდი ხო? შენ რამდენი წლის ხარ? 29-ის ვარ მეც. ერთი და იგივე ასაკის, მაგარია. ერთი მეგობრი მე. სხვადასხვა რაღაცები მოგცათ რა. ანუ ერთი და იგივე ასაკის ხარ, სოციუმიც ერთი და იგივე რაღაცა ისიც ერთი და იგივე გამოიარეთ რაღაც განვრეცხო. როგორ გვაქვს სოციუმი ერთად? არა. სოციუმის ქართველები ხართ, თბილისელები ხართ? შენ არ ხარ ქართველი? გინდა არ გინდა გექნება. შენ რა შეი? ფოთელი ვარ. შენ ქართველი ხარ? შევსვენებდი ხოლმე ძალიან აქტიურად. ქართველი? კი, ქართველი. ანუ ქართველები ხართ რატო გეუნა? ქართველები კაი ვართ, ქართველები. ხო, ანუ შენც ჩვენი სოციუმი ხარ. რა თქმა უნდა. ანუ ერთი მე სოციუმი რუსთაველი ვარ, მე კიდე ცალკე. რუსთაველი ხარ? კი. წყალი მოდის? კი. უკვე. კი. მადლობა ნინო ნაცაბიძე. დეიძე თუ წასუხარ იმის გამო რომ გშია. ძირითადად სუმშია. ხო, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს კარგად ჭამა, გემრიელად ჭამა და თუ შენ გემრიელად არ ჭამს ზოგადად ვინც არ უნდა იყო. ჩემთან ვერ იმეგობრებ რა, ვერ იქნებ ჩემთან, იმიტომ რომ მიყვარს ყველა ვინც კარგად და გემრიელად ჭამს. მაგას ვაფასებ. პირველად რას არ შეჭამდი? ანუ რას მოერიდებოდი? არაფერს არ მოვერიდებოდი, თუ რამის ჭამა მინდა შევჭამდი პირდაპირ. შაურმასაც შევჭამ. და რავი რა დანარჩენ რაღაცებსაც ეხლა რა ის იმიტომ რომ მასზე განვიხილეთ. დანარჩენს რაღაცებს რას, აი შაურმა კაი. კაი, კაბაბი მიყვარს ძალიან, მაგრამ წვადი მიყვარს. კაბაბი კაი დანარჩანგრით ისე? კი, წვადსაც შევჭამ, ხენკალსაც შევჭამ. და რა ვიცი ეხლა რაღაც ისეთ კერძებს რაც ჩვენთან უფრო ძირითადად არის. სუშისაც მიყვარს და სუში გიყვარს ძალიან? კი. უკვე დიდი რეცვლები. ძალიან მიყვარს უგემრიელის და ყველაზე ანუ ერთ-ერთი დაბალანსებული ჯანსაღი ხო, რა ფასია? ვიტამინები. ხო, ბაზარიერა. ან პრაიმოს დაპოტიჟო და მე არაფერი გამოგივიდა. ხო, არის სუში მჭამოთ რო თქვა გოგომ. ანუ იმაში პიცა განდრეული. გარღვევა გექნება სერიოზული ჯიბეში და მე რაღაც ჯიბის გარღვევა არა უშავს ადამიანებს ესეთი გარღვევები. რატო გადაწყვიტე პრაიმ ჰაუსში მონაწილეობა? ფულის გამო. ფულის გამო? ანუ ფული გადაგიხადეს და მაგიტო? ფული არა, ნახე მსახიობი ვარ. მე მითამაშია ეს როლიც, ის როლიც, ის როლიც, ის როლიც და ანუ ყველაფერს უყურე პროფესიულად. ანუ მან დროს თამაშობდი?
რა თქმა უნდა. ამ ეგეთი საზღარიც არ ვარ. არა, საზღარი ვარ, მაგრამ ეგეთიც არ ვარ. ვინც მიცნობს? რატო ხარ საზღარი დაგვიკონკრეტე ერთი თვისება გითხარი შენ? აი რასაც თვლი რომ შენ ცუდი თვისება გაქვს. ძირფასო მაყურებლებო თუ აქამდე მოხვედით და ვერ გაიგეთ მე საზღარი რატომად გადაახვეცით თავიდან დაიწყეთ ყურება. იქამდე გამოიწერეთ ჩემი არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გააზიარეთ. აბა ეხა მაყურებელზე ზრუნავ? ეგეთი კეთილი. რას თქვია? მე მაინტერესებს. აქ იმიტომ ვარ თუ თორე მაყურებელს არ მე მაინტერესებს თორე უყურე ისინი შეიძლება მასეთად გთვლიან, მაგრამ შენ რატო თვლი და რატო ეთანხმები? ეგ მითხარი. ეგ მითხარი, აბა. მე იმიტომ რომ როგორ გითხრა, არასტაბილური ადამიანი ხარ, არასტაბილური. აი, ჩემს წეგანი ნახე პირველად. ასე 4 ცოლი რო ყავს, არასტაბილური ხარ, აბა რა ხარ და ვიღაცამ რაღაცა შემომტენაო, მაგას რო იძახი და ვიღაცის რაღაც გადაბრალებას ვცდილო. გამყიდველმა შემომტენა გასწავლი ვაშლი, კი. არასტაბილური ვაშლი, მე თვალები არ ქონდა და ვერ დაინახე? 1 კილოში 1 ვერ დავინახე. თუ ვინმეს სურვილი გაქვთ მონაწილეობის, ან უბრალოდ დასწრების, დამიკავშირდით Instagram-ზე, რომელიც მითითებული იქნება აღწერაში და ყველაფერს მოიხსენებთ. აი ვერ ვასწავლე, აღწერაში არა, ესე უნდა გნახე. ხე? ანუ მე ყოფილი ინფლუენსერის მეუღლე ვარ და ანუ ვიცი ეს რაღაცები რა, აი აქ ამონაცდება, აქ ლაიქი და ანახე, აქ იქნება ჩემი Instagram. მე და გიმონტაჟებ თუ გინდა. ამქენი ხედა ეს? არა, მაგ ხელა Instagram-ი არ მაგა. არა, გაიზრდება. ეხა ჯერ არის 10000-ზე, მაგრამ 100-ზე გასწრება მე ხო მოიწ. ეს აქედან ვიწყება. თუ გინდათ რომ თქვენ ამ ჭიქის მაგივრად თქვენ აქ იქნება, კაი, აქ ამონათდება ჩემ, მოიც როგორ, ასე? აი ასე ამ ხელაზე, ანუ რაც უფრო დიდზე, ესე იგი ეგ ახლა შენი Instagram-ია ახლა მინდა. არა, ნახე როგორ მომენტია, რაც უფრო დიდზე, უფრო ძვირი ღირს ესე იგი რა, ანუ მეტი გადაიხადეს. ნახე, აი ამ ხელაზე ამონათდება ეს Instagram-ი. ოთოს Instagram-ი ამ ხელაზე ამონათდება. აი აქ ამონათდება ჩემი Instagram-ი. 4 ჭიქა დამონებინა და ასე ამ ხელაზე ამონათდება. 3 იყო შენი. ჩემი 4. აქ ამონათდება ჩემი Instagram-ი, დამიკავშირდით, ვისაც გეკნებათ სურვილი მონაწილეობის. ეს შეგვიძლია ჩამოუშვათ, წამიერად ამონათ. შო, არ უნდა ჩაიჭრათ. და დამიკავშირდით, რავი, მომწერეთ, მოგახსენებთ ყველა დეტალს. გამოგადგებათ მართლა კომპანიებს. კი ბატონო. და სპონსორები. ნახე რა ხელა კედები გაქვს სპონსორებისთვის. ანუ რა კითხვის დასმაგინდა და მითხარი და კიპას პირობას გასწავლა კიპას. მეზარება ძალიან ასეთი საუბარი. ყურე კითხვა ძალიან კარგად ჩამოგიყალიბა და შენ ყურე სხვა პასუხი განეცი და შემდეგ ეს პასუხი რა იყო? ანუ შემომიბრუნე კიდე თავიდან დაგისვა, აღარ მინდა. მოდი თავიდან დამისვა, რა კითხვა. ანუ მე ვარ გაუგებარი, ანუ დაუნახავი და არასტაბილური ხო. თუ გინდა გარიგნულად განიხილე, თუ გინდა პიროვნულად განიხილე და დამიყანო ეს პორტრეტი დამიხატე როგორი ადამიანი. პორტრეტი დამიხატე როგორი გოგო ანუ შულები გყავს? კი, ერთი. საინტერესოა. 1-7 წლის. გოგოა თუ ბიჭი? ბიჭი. შენი შვილის ცხოვრებაში რა როლს თამაშობ? პროცენტულად გაინტერესებს თუ არანაირად პროცენტულად, აი რას აკეთებ შენთვის ისეთი რაც ამაყურო, აი მე კარგი მამა ვარ. მამა ხარ? გააკეთე ხო? მაგარია. აი დანარჩენი ძირფასო მეგობრებო, ვარ როგორ აკეთებს, ანუ მე აღარ პასუხობ ძირფასო მეგობრებო, ჩაჭრის რაღაცას. ქრისტიანობა მაგას გვასწავლის. რომელი ქრისტიანობა ბიჭო პასუხი გამეცი? ქრისტიანობა ერთია, რავი, რომელი ქრისტიანი ხარ შენ? რა ვიცი, ჯერ იკითხე ვარ თუ არა. არა, ქრისტიანი ხარ? კი, მონათლული ვარ. მაგრამ რო არ მოინათლე, ვინ იქნებოდი? არ ვაპირებ შენთან განხილვას და ზოგადად ასე საჯაროდ. აბა, მაშინ რატო შემეცინე აღდგეს? ბატონო დავით. ანუ ეს უნდა გავაგზავნო ხა. ხო, ნუ ძალიან სულად გამოგივიდა ეგ. არა, მართლა? კი. რომელი? ლში როგორი სექსუალური ყოფილი. კი, სხვათა შორის. ძალიან სულად გამოგივიდა. მეგობრობ, მაგრამ ძალიან კიდი. შენაირები რომ მე. კიდია რა. ბილი ლ red flag-ია. ბილი ლ? ხო. გამოსწორებადი red flag-ია. თავი ადამიანს მოტივი ქონდეს. ანუ red flag-ია მაინც. კი. რავი ხა, ლამაზო როგორ ახარ თქო არ იქნება red flag-ი. ლამაზო როგორ. არ იქნება red flag-ი? არ მაინტერესებს. რა არ გაინტერესებს? შენ რასაც ვაყურებ, არ მაინტერესებს. რაღა უნდა მაინტერესებდეს, გეხვეწე. ანუ გააჩნია როგორ მეტყვი. შინაგან. ლამაზო როგორ ახარ? ძალიან კარგად. ანუ ამისთვის პლუსია პირიქით. მე მინდა ესეთი ადამიანი, ვისაც ჩემი ესმის. ანუ ყურე საუბარი კარგია უკვე, მაგრამ როდესაც ადამიანის უსიტყვოდ გესმის, ეგ უკეთესია. ეგ არის ზუსტად ის როგორ ურთიერთგაგება. ხო, შენ ადამიანი, ვინცაც მარტო შენი ესმის?
და შენ იმისი არ უნდა აბა გესმოდეს? ჩემი ადამიანი თუა, ჩემი უნდა ესმოდეს და ხა ანუ დანარჩენებისაც უკარგად ადამიანი შენ არ ესმოდეს. უნდა გესმოდეს? ანუ კარგია რა, ეგეც მაღალ იმას გადის. მან არის ყურადღება, მარტივად გეტყვი ყურადღება, პატივისცემა და გათვალისწინება. ჩემი რო ეს ყავი, როგორი ეგოისტობა არის? რატო ლაპარაკობს? ანუ რატო ლაპარაკობს ჩემ მაგიორ ეს ხო ჩემი სიტყვა. რანაირად აუ უცახი რა უნდა ამას გეხოწებია? მე ცხოვრებისგან ძალიან ბევრი რამე მინდა, მაგრამ მე მინდა შენგან სისწორე მარტო, ანუ რაც უფრო მოსაწონს გავაკეთებთ ადამიანები, ანუ დაგვათენდა, ოთო, ახლა? დაგვათენდა, ძალიან მარტივად გეუბნები რა. დაგვათენდა. ჩემით შენი ლაპარაკე და მე წავალ ვაფშე. რა პრობლემა? მარიამი აქ დააწერეთ და მე გავალ. არა, შეიძლება მარიამის არა მოვანაცოთ, არა. შენ თუ არა? გიოსაგ ძმაო. ნერე? ხო, არ შემაწყვეტინო, დავამთავრებ და მე რაც გინდა ის თქვენ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ხო? უსიტყვოდ როდესაც ეს მით ადამიანებს ეგ ძალიან კარგია და ჩემთვის პლუსია. მე თუ ადამიანი კეთილია, იმიტომ რომ ძალიან მოგცემ მაგას ყურადღებას, რომ კეთილი იყოს და რაღაცები სიკეთით აკეთოს, იმიტომ რომ მის ცხოვრებაზე ძალიან კარგად აისახება და კიდე დამატებითი კარგი თვისებები, ანუ ესე კონკრეტულად. აი, აბა მიდი შენ თქვი ახლა. დიდი ტრაკი, ხო? და ეგ არის შენთვის პლუსი. და იმით რასაც ჩამოვთვლი, რო გისმენ არც ერთი არ გაქვს. ყურადღება, პატივისცემა და გათვალისწინება. ეს სამი რაღაცა ქმნის სიყვარულს და შენ იძახი რომ ეგოისტურად ტრაკი არის. ტრაკი რომ მოყვებოდი ბონუსია, ანუ ტრაკი არის. ანუ ტრაკის მერე გადავედით და ანუ ამ ყველაფრის მერე ყალიბდება სიყვარული და შენ იძახი რომ მარტო ჩემი უნდა ესმოდეს და რატო უნდა ესმოდეს მარტო შენი? აღებული გრძნობა არ არსებობს. რატო არ რამდენიმე არსებობს? დიდი მადლობა მეგობრებო. მადლობა. მარიამს ეს იყო დაიწყებანა. ორი რაღაცეები არში ეს ხორებაში. ეს ვიდეო გააზიარეთ და იერეთ რეიცეპტზე. დამჯერე დიდი მადლობა. მომავალ შეხვედრამდე. კეთილი სრულებით გამოიწეცა.